მოკლედ ხერხემალი ჩვენი სხეულის საყრდენის სვეტია, მოგვეხსენება, რომელიც საკუთარ თავზე უდიდეს დატვირთვას იღებს, თუმცა ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ხერხემლის მცირე გადახრაც კი შეიძლება სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს და მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზეც სიმოქმედოს. სწორედ ასეთი გავრცელებული პრობლემა გახლავთ სკოლიოზი, რომლის დროსაც ირღვევა სხეულის სიმეტრია, ჩნდება ტკივილები, სუნთქვის გაძნელებაც, ზოგადი სისუსტეც ხშირია, მოკლედ ადამიანის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება. როგორ გამოვიცნოთ სკოლიოზი ადრეულ ეტაპზე, როდის არის აუცილებელი ჩარევა, როგორ დავიცვათ ბავშვები თუ ზრდასრულები აღნიშნული პრობლემის გართულებისგან. გვეტყვის ჩვენი სტუმარი, რომელსაც მივესალმებით, ლაშა დილამშვიდობისა. კი ბატონო, ლაშა მილორავა, რეაბილიტოლოგი. ლაშა, პირველ რიგში მე მგონია დავიწყოთ ზოგადად რა არის სკოლიოზი, განვმარტოთ ჩვენს ტელემაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ერევათ ხოლმე ტერმინოლოგია და ყველაფერს ეძახიან სკოლიოზს. მოკლედ, რამდენნაირი ტიპის არსებობს ეს სკოლიოზი და შემდეგ სხვა საკითხებსაც ჩავყვეთ. თითქოს მიღებულია, რომ სკოლიოზი ყველას აქვს და არის თუ არა საშიში და როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება. არც თუ ისე მცდარია ეკაზრი, იმიტომ რომ ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობის აქვს სკოლიოზი, თუმცა სკოლიოზი იყოფა ხარისხებად. პირველი მეორე ხარისხის სკოლიოზი ძალიან ხშირად გვხვდება, რომელიც ნაკლებ დისკომფორტს იწვევს და ნაკლებად შესამჩნევია, როგორც ვიზუალურად, ასევე სიმპტომატიკით. ამიტომ ძალიან ხშირად მართლა თითქმის ყველას აქვს. სულ 4 ხარისხი გვაქვს, რომელსაც უკვე გრადუსებით ყოფენ და ეს გრადუსები ძალიან მარტივად რენტგენოლოგიური კვლევით შეგვიძლია დავადგინოთ. ვიზუალურად ეს გამოიხატება? რა თქმა უნდა. ალბათ პროფესიონალის თვალით. რა თქმა უნდა. თუმცა პირველ ხარისხის შემთხვევაში ვიზუალური ცვლილებები არ გვაქვს, ხშირად სიმპტომატიკაც, ნაკლებია, არ არის შესამჩნევი, ამიტომ ხშირად ესე ვთქვათ ყურადღებას არ აქცევენ. აი, რადგან სიმპტომები ვახსენეთ, აი რა სიმპტომების მიხედვით შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანს აწუხებს სკოლიოზი ეს პრობლემა? ეს არის ადვილად დაღლა, გარკვეული დისკომფორტი, დაჭიმულობა, გულმკერდის, კისრის, წელის არეში. ყველაზე ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში ხდება ხოლმე ძირითადად დიაგნოსტიკა. მხრების ასიმეტრიული დგომა, ანუ ერთი მხარი შეიძლება იყოს მეორესთან შედარებით მაღლა ან დაბლა, კი ბატონო. მენჯის ასიმეტრიული დგომა, თեցოები შეიძლება იყოს განსხვავებული დგომით. რაც უფრო ესე მკვეთრად შესამჩნევია ხოლმე ხშირად, აი ტანსაცმლის ჩაცმის დროს ხედავთ, რომ აი არასწორად, თითქოს არასწორად დგას ასიმეტრია რაღაც სხეულის. აი ესეთ შემთხვევაში მშობელი აუცილებლად უნდა გაფრთხილდეს და მიმართოს უკვე პროფესიონალს კონსულტაციისთვის. კი ბატონო, ისე რომელ ასაკში ხდება ყველაზე მეტად გამოვლენა აი ამ პრობლემის თუ არსებობს რა იმის კონკრეტული? მოზარდობის ასაკში ხდება ძირითადად 10-დან დაახლოებით 15 წლამდე, ეს ყველაზე აქტიური პერიოდია. ზოგადად რამდენად ასაკის სკოლიოზი, მაგალითად თუ შეიძლება ის განვითარდეს უფრო მოზრდილ ასაკში? დიახ, შესაძლებელია მოზრდილ ასაკშიც განვითარდეს. უბრალოდ ეს ყველაზე ესე ვთქვათ აქტიური პერიოდი, როცა ვითარდება, ხშირ შემთხვევაში არის 10-დან 15 წლამდე. განსაკუთრებით ემართებათ გოგონებს. გოგონების შემთხვევაში ნაკლებია კუნთოვანი მასა, რაც ხერხემლის არასტაბილურობას, ესე ვთქვათ, ხელს უწყობს და ყველაზე ხშირად გოგონებში გვხვდება ეს. ბაშა, როდის არ არის საშიში სკოლიოზი? მაგალითად, პირველ-მეორე სტადიაში შეიძლება, რომ ჩვენი უნარჩვევებით გამოვასწოროთ ეს პრობლემა და რომელია ის ჩვევები, რომელიც უწყობს ხელს, რომ პირიქით ეს უკვე პროცესები წარიმართოს ჩვენს ორგანიზმში? ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მეორე ხარისხი რა ასაკში გვაქვს. დასრულ ასაკში პირველი მეორე ხარისხის სკოლიოზი არ არის ისეთი საშიში, როგორც დავუშვათ 10-12 წლის ასაკში, როცა მზარდია, აგრესიული ფორმა შედარებით სწრაფად ვითარდება და ასე შემდეგ. რამაც უკვე შემდგომში გარკვეული სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას, რომელიც არა მარტო ვიზუალურ მხარეს ეხება, არამედ ორგანოთა სისტემების მუშაობას შეიძლება შეუშალოს ხელი, როგორც არის სასუნთქის სისტემა, საჭმლის-მომნელებელი სისტემა და ასე შემდეგ. რა შეიძლება ჩავთვალოთ ეს სკოლიოზის გამომწვევ ძირითად მიზეზებად? ეს არის დავუშვათ გენეტიკური ფაქტორი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ყველაფერი ცოტა. კი, ანუ ყველაფერი ცოტა. ესე სკოლიოზის ზოგადად ესე ვთქვათ განვითარების მიხედვით
გვაქვს იდიოპათიური სკოლიოზი, რომელიც გამოწვეული მიზეზი არ ვიცით, არსებობს გენეტიკურადაც თანდაყოლილი, როდესაც ბავშვი იბადება გარკვეული პრობლემებით. ჩვილობის ასაკში რომ დიახ, უკვე გარკვეული და ეფექტიური ინდება და ასე დროს რა არის ხოლმე გამოსავალი? ჩვენ კუთხოვანი მასა ვახსენეთ ქალების შემთხვევაში ნაკლებია და ბუნებრივია ალბათ ზრდასრულ ასაკში მაინც იწყება კონკრეტული კუნთების გავარჯიშება. თუმცა აი ჩვილობაში რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? ძირითადად, როდესაც ექიმთან დაკავთ ბავშვი კონსულტაციაზე, ექიმი აუცილებლად ასე ვთქვათ, შეამჩნევს ამ ყველაფერს, რომ არის გარკვეული პრობლემების სახეზე. ჩვილობის ასაკში ძირითადად უნიშნავენ ხოლმე მასაჟებს და უკეთდებათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში მასაჟები, რაც დადებითი როლი აქვს, რაც ძალიან ესე ვთქვათ, ეფექტურია ესეთ ჩვილობის ასაკში. უკვე მოზრდილობის პერიოდში უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ვარჯიშები და ეს რეაბილიტაციის როლი, ან თითქმის შეუცვლელია თუ არ ჩავთვლით ოპერაციას, ოპერაცია უკვე ბოლო ესე ვთქვათ ეტაპზე მეოთხე უკიდურესი დიახ, ბოლო გამოსავალია ესე ვთქვათ. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდგომაც ვარჯიშები მაინც შეუცვლელია და აუცილებელია, როგორც მოსამზადებელ პერიოდში, ისე აღდგენით პერიოდში ოპერაციის შემდგომ. ჩვენ გარკვეულწილად დიაგნოსტიკაზე დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ გარდა ესე ვიზუალური დათვალიერებისა პროფესიონალისგან, რომელ აპარატურულ მეთოდზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება თუ დაუშვათ დიაგნოსტიკაზე გვაქვს საუბარი. ყველაზე ასე ვთქვათ, გავრცელებული ფორმა არის რენტგენოლოგიური კვლევა. რენტგენს და ძალიან მკაფიოდ ჩანს გადახრის გამრუდების ასე ვთქვათ ხარისხი გრადუსულად. ყველაზე ხშირად მიმართავენ რენტგენოლოგიურ კვლევას. იცი რა, წითელი დროშები როდის უნდა აღვმართოთ, აი მშობლებს რომ ვურჩიოთ რა შემთხვევაში, მანამ სანამ მივალთ პროფესიონალთან. როგორ უნდა გაიგოს მშობელმა, რომ ბავშვს აქვს სკოლიოზი, თუ შეიძლება რომ ვიზუალურად ეს ვანახოთ ჩვენს მაყურებელს და გავუსიაროთ? არსებობს ესეთი ტესტი, ადამსის ტესტი ქვია, როდესაც შეტყობებული ფეხებით შეგვიძლია გადავინაცვლოთ უკვე და მე გამოვდგები თუ არა დღეს პრინციპში ძალიან კარგი მოდელი ვიქნები ამ შემთხვევაში. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც აწუხებს სხვათა შორის ეს პრობლემა და ახლა ექიმიც გვეტყვის ამის შესახებ მე ვფიქრობ. ესე იგი როგორ აღმოვაჩინოთ? მოვიყვანოთ თქვენთან თუ არა, ზურგით ჩემსკენ უნდა დადგეთ. მაგრამ მაყურებელი ვერ დაინახავს. ზოგადად იცი როგორ ქვია, აი ესე გავაკეთოთ, აი ცოტა რომ მაყურებლისთვისაც აღქმარი იყოს. ეს ტესტი ტარდება როგორც წესი ვიხდით მაისურს, ზემთ ტორსი გახდილი მდგომარეობაში, კი ბატონო. ასევე ფეხსაც უნდა გავიხადოთ და ვიხდით ფეხსაც მას. ზედაპირზე უნდა დავდგათ სტეპები. ვატყუებთ ფეხებს. გამართული ხელებით ვიხრებით მაქსიმალურად წინ. გადავიხაროთ წინ, თავით დახარე. შემდეგ უკვე ექიმი, მშობელი, და მე ვარ მშობელი, ისმენთ. აკვირდებით თვითონ ხერხემლის სვეტის სისწორეს, რამდენად სწორად მოუყვება ესე ვთქვათ ჩვენს ზურგს. იყენებენ ხოლმე მარკერებსაც, ხო ასე? დიახ. იყენებენ მარკერებს. ლაშა ექიმო რა ხდება? ასევე ვაკვირდებით ჩემს თავს. შვიდობა. დროებით გადაიხარე ზურგი. დავიხაროთ. ასევე ვაკვირდებით არის თუ არა გარკვეული ამოზნექილობა, ამბურცულობა რომელიმე მხარეს უფრო მეტად, ვიდრე მეორე მხარეს. და ასევე შესამჩნევია ხოლმე ხშირად, როდესაც შეგვიძლია გავსწორდეთ, შესამჩნევია ხოლმე ხშირად. თვითონ ბეჭის ფრთები, ბეჭის სულების ასიმეტრიული დგომა, რაც ასევე გამოიხატება მხრების არათანაბარ დგომაში. არის ხო ჩემთან არათანაბარი? ცოტათ უმნიშვნელოდ. ძირითად შემთხვევაში, ანუ მე მაგალითად ვხედავ ხოლმე ვანჩნევს ჩასმულზე ძალიან რთულია ზოგადად ამ ყველაფრის თანახმად, ამიტომ ვიხდით ხოლმე და შედარებით იყოს არ გინდა. მოკლედ, შედარებით მარტივი შესამჩნევია ხოლმე, რა თქმა უნდა, რასაც არ მოწვია არაფერი. პროფესიონალის თვალით დანახული, რა თქმა უნდა, სულ სხვა, თუმცა მეორე ხარისხიდან უკვე მშობელსაც შეუძლია, ესე ვთქვათ, მარტივად შეამჩნიოს ეს ყველაფერი. ლაშა, ბრტყელი ტერფი რა როლს თამაშობს სკოლიოზის განვითარების პარალელურად? ბრტყელი ტერფი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც სკოლიოზის განვითარების ძალიან მაღალი რისკია. მე მაგალითად ვარ ბრტყელტერფიანიც. დიახ.
ეს ბედნიერება. ამიტომ ყოველთვის როცა სკოლიოზის დიაგნოზი ისმება, თუ არ აქვს გაკეთებული კონკრეტულად ადამიანს ტერფის კვლევა, აუცილებლად გზავნით, რომ გამოიკულიოს ტერფი და დაუმზადდეს ინდივიდუალურად საკუთარ ტერფზე მორგებული სუპინატორი. ესე იგი, დიაგნოსტირებას ასე თუ ის მივაგენით სწორ საშუალებებს, თუმცა მნიშვნელოვანი ასევე გაგვიზიარა რამდენიმე ვარჯიშიც. გადავიდეთ მაშინ მკურნალობაზე. გადავიდეთ მკურნალობაზე და პრაქტიკული რჩევებიც რომ გვასწავლოთ რა შეიძლება გავაკეთოთ. თავისთავად ცხადია ამ დროს პროფესიონალის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენი ეთერის საშუალებით მარტივ ვარჯიშებს მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება აი ესე პროფესიონალურად მიმართოს საკუთარ თავზე დაეხმაროს. ხო, აი ხა მე ჩვენი დახმარებით გასწავლით რამდენიმე ვარჯიშს თქვენთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. კი ბატონო, გადავინაცვლოთ და იღავით ყურადღებით, კი ბატონო. აბა რას გაგვიზიარეთ ვარჯიშებს შევასრულებთ. აი აქ. კი ბატონო. სულ სამ ვარჯიშს გაჩვენებთ. სიამოვნებით. კი ბატონო. პირველ ვარჯიშად ავიღოთ ძალიან გავრცელებული ვარჯიშია. ვდგებით მუხლებზე და ხელის გულებზე. ეს გავაკეთებ, არ გვაქვს მეორე. შემიძლია დაგითხრათ. არა, იყოს. უნდა ჩავზვიქოთ წელი მაქსიმალურად, თავი ავწიოთ ზემოთ. ამ დროს უნდა მოხდეს ჩასუნთქვა, სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშების დროს. ხო. თავს შემდგომ უშვებთ ქვემოთ, ვწევთ მუცლისკენ, ჩაზნექილი წელი და გულმკერდი უნდა ამოვწიოთ მაღლა, მაქსიმალურად მოვამრგვალოთ. ამოვისუნთქოთ. ხამალისთვის ხო ეს სურა? სხვათა შორის კი. დავუბრუნდეთ საწყის პოზიციაზე. ისევ. ამოვისუნთქოთ. და იქ კისერში ძალიან დიდი შვება ვიგრძენი. ძალიან მშვენი მინდა გითხრა. ამ ვარჯიშით კარგად ვწელავთ ზურგის კუნთებს, თითქმის მთლიანი ხერხემალი ჩართულია. სკოლიოზის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში გვაქვს სპაზმი, რომელიც მოდუნებაში საკმაოდ ეფექტურია და კარგად გვეხმარება ეს კონკრეტული ვარჯიში. შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ვარჯიში, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგი ვარჯიში უშუალოდ ზურგის კუნთების, ასე ვთქვათ, გასააქტიურებლად უნდა დავწვეთ მუცელზე. გამართული ხელები გავწიოთ. ამოვაბრუნოთ. თავი ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავდოთ, გამოვიყენოთ ისახოცი, შეგვიძლია გამოვიყენოთ რაიმე, რაც დაგვეხმარება, რომ თავი მოჩვენებულ პოზიციაში იყოს. უნდა ავწიოთ. გავიწელოთ მაქსიმალურად. არა, ნახეთ. უნდა ავწიოთ ხელები. აჰა. აი ესე. ხო. და ვიმეორებთ გამეორებებად, შეგვიძლია 5-10 გამეორება გავაკეთოთ. ვწევთ ლაშა თუ ფეხებსაც. არა. მხოლოდ ხელებს ვწევთ. ხელებს. აი ესე. კი ბატონო. ეს არის პირველი პოზიცია ამ ვარჯიშის. შემდგომ ვიღებთ ლათინური ვის ფორმას. ხო. და ისევ ვაგრძელებთ ხელების აწევას. ფეხებს ვაყოლებთ? არა, ფეხებს არ ვაყოლებთ. ჩამოვდივართ შემდეგ უკვე ხრების გასწვრივ და ვიმეორებთ იგივე მოძრაობას და ვასრულებთ, ნახეთ, დახრილ მდგომარეობაში და ისევ ვიმეორებთ იგივე მოძრაობას. ძალიან კარგი. ვასრულებთ 5-5 აწევას დაახლოებით და ვიმეორებთ ამ ციკლს 2 ან 3. 2 ან 3-ჯერ. მე იცი რა როგორც მაინტერესებს. ტრადიციული ვარჯიშების შემთხვევაში. კი ბატონო. სკოლიოზი როდესაც გვაქვს, ამ შემთხვევაში თუ არის კონკრეტული მოძრაობები, რომლებიც ეკრძალებათ პაციენტებს და რას უნდა მიექცენ ყურადღება, რა არ უნდა გააკეთონ პირველ რიგში სკოლიოზის დროს რასაც ურჩევთ ხოლმე არის რომ მოერიდონ დარბაზში დატვირთვებს, რომელსაც იღებენ ვერტიკალურ პოზიციაში. აი ზუსტად ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ვიცით რომ საჭიროა ზურგის კუნთების განვითარება, ამისთვის საჭიროა ესეთი აქტიური ვარჯიში და პარალელურ რეჟიმში შეიძლება ეს რაღაც ცუდ შედეგამდე მიგვაქვს. ზუსტად მანდ არის რეაბილიტაციის განსხვავება და მეთოდების, ესე ვთქვათ, სამკურნალო მეთოდების განსხვავება დარბაზთან, იმიტომ რომ ზუსტად ხდება ისეთი ვარჯიშების შერჩევა, სადაც ხერხემლის სვეტი მაქსიმალურად განტვირთულია და დატვირთვას ვიღებთ ისე, რომ დავტვირთოთ კონკრეტული კუნთი და ხერხემალმა არ მიიღოს გადატვირთვა და გადაძაბვა, იმიტომ რომ ისედაც არათანაბრად ნაწილდება, ესე ვთქვათ, დატვირთვა ჩვენს სხეულზე. ძალიან ცოტა საერთოდ რო გრჩება, თუმცა გვაქვს ასევე სტუდიაში სკამი. სკამი რა როლს თამაშობს ვარჯიშებში, ესეც რომ გაგვიზიარო. სკამი და კედელი ზოგადად უმჯობესია ხოლმე რომ კედელთან შესრულდეს, ვასრულებთ მოძრაობებს, როდესაც ხელები ასეთ გავს პოზიციაში გვაქვს. წევთ მაღლა. ხო.
ჩამოგვაქვს ქვემოთ. დავჯდეს კამზე? შეგიძლიათ დაჯდეთ, შეგიძლიათ კედელთან იყო ახლოს კედელი უბრალოდ ფიქსაციის ის უკეთესი ვარიანტია. და ალბათ ზურგიც კი ზურგით ბატონო. მივეყუდო. კი ბატონო და ესეც ვააქტიურებთ ზურგის კუნთებს, მაქსიმალურად შევკრავთ. ბოლომდე აუშვებთ კი ბატონო ისევ ზემოთ. შევკრავთ, ისევ აუშვებთ. კარგია. კი ბატონო. შვენიერი, ძალიან დიდი მადლობა, ლაშა. მე სავარაუდოდ კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომავალი პაციენტი ვარ. თუმცა უკვე იცი როგორ ივარჯიშე სახლის პირობებში. თავისთავად, ყველას ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენს ტელემაყურებელს.